ბათუმის მკვიდრების სანდასუფთავების ყოველთვიურ მოსაკრებელს ივლისის თვეში ვერ გადაეხდიან მიზეზებს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი განმარტავს. ტიტი აროშიძე ამბობს, რომ მერიამ ქალაქის დასუფთავებისთვის ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული კომპანია კი ერთ თვეში გახდება ცნობილი. ივლისის თვეში მიღებული მომსახურების თანხას კი მომხმარებლები აგვისტოში დაფარავენ. დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ქვითრების ბეჭდვასთან დაკავშირებით გამოცხადდა ტენდერი, შესაბამისად გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს შემდგომში ქვითრების ბეჭდვას და მოსახლეობამდე, ასევე კომერციულ ობიექტებამდე მიტანას, მაგრამ სანამ ტენდერი ჩატარდება, არის გარკვეული პერიოდი, კანონით მინიჭებული პერიოდი, ამ დროისათვის არ მოხდება ქვითრების დარიგება, ქვითრების მიწოდება მოსახლეობისათვის და სხვა ორგანიზაციებისათვის, ამიტომ მოსახლეობა რო იყოს ინფორმირებული, ამის გამო ამ თვეში ქვითრების ბეჭდვა შეჩერებულია, ასევე გადახდები შეჩერებული იქნება და აღდგება აგვისტოს თვიდან.